დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 5 აპრილი, დილის 10 საათი და გადაწყდა მესამე ვლოგის გამზადება, ეს იქნება შაბათ-კვირის ვლოგი. ორ ძალიან საინტერესო ივენტზე მივდივართ. პირველი დღეს ამ შაბათს მივდივართ ასპინძაში, სადაც არაგბო ზეიმი უნდა გაიმართოს და ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ, ამიტომ გირჩევთ ყურებას და ხო დანარჩენ მეორე ნაწილს უკვე ჯობია ვიდეოს უყუროთ და ნახოთ კვირა დღეს უკვე სად ვიქნები. მოკლედ, უკვე მოვიდნენ ჩემი მეგობრები, ჩავსხდებით ახლა მანქანაში და დავიძრებით ასპინძის მიმართულებით. წავედით. სანამ ჩემი მეგობრები მოვლენ, ანუ წუთზე მოვლენ, გეტყვით რომ არხის გამოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში. მეტ мотиваციას გვაძლევთ, ამიტომ არ დაგეზაროთ. არხი გამოიწერეთ და ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო ვლოგები შემოგთავაზოთ. მოკლედ წავედით ახლა უკვე ასპინძის მიმართულებით. მაქსიმუმ გზაზე ყავისთვის გავჩერდეთ გზის გარეშე. და დანარჩენს უკვე ასპინძიდან გეტყვით. მოყევი სადოდია. სათმეტი ვარ თავს წავწერა. ასპინძი. მე რა უნდა მოვყო შენ ოლოგიაში, მე უნდა ვიყო ოპერატორი. წავედით. ჭავჭავაძეზე იქნება კარგი მაგით. გამანქანა. ლამბორგინით. მორშო ვეღარ კაი მანქანის. შარტე. თქვა რომ დილას მე ავოკადოთი ვიწყებ. ავა და ავოკადო უეჭველი 10 საათამდე უნდა მიიღოთ. მთელი დღის განწყობისთვის. მართლა გეუბნები. სახლიდან ისე არ გავდივარ. აუში. ხარი ჩაყვანი ნიკოლო ნახავს და მბრიდავს. მოუკვდები არა უშავს. დღეს მეპატიები. აცივდეს. ასპინძის არაგბო მოედანზე მივყვებით, სადაც ძალიან მალე დაიწყება ტაოსა და ბოლნისის ყოჩების დაპირისპირება. საქმე ის არის, რომ დიდაჩი დარჩენა არ დარჩენი საკითხი წყდება და წესი ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში უნდა შედგეს. პლუს ხედები აქვს საოცარი, მე ცოტნე ნანახე. რაღაც კლდის ქვეშ არის სტადიონი და ეგეთი ნანახი არ მაქვს საქართველოში. ეხლა გითხეს რომ რამდენიმე მორაგბის მოიყვანენ და ჩავწეროთ რაღაცები, ვკითხოთ მატჩამდე. რა როგორ იქნება. მიკროფონი გამომძლეთ და ეხლა ველოდებით მორაგბე უნდა მოვიდეს და მატჩამდე რას ფიქრობ საინტერესო იქნება. ალამაზი. ხო არა? ბიჭო, აკავდა YouTube-ს რა ექსილამაზე და ეგ დავიწყე ძმაო. და კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ რას, ანუ სიცოცხლეში რომ დამაფასოთ თუ შეიძლება. მე რა თმინდეთ. რამდენიმე წუთში დაიწყება თქვენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა, დარჩენა არ დარჩენი საკითხი წყდება, მაინტერესებს რა მოლოდინები გაქვთ და ცოტა მზადების პერიოდიც მაინტერესებს კონკრეტულად ამ თამაშისთვის როგორ ემზადებოდით. მომზადებას არ შეეხება სიმართლე გითხრათ, არაფერი ჩვეულებრივად რა, იმიტომ რომ ეგ თამაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემ კარიერაში და ესე არის ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგიტომ კიდე დამატებით რაღაც ნეხი და ზეწოლა მოთამაშეებზე ნამდვილად არ მინდა. ჩვეულებრივ მომზადება მშვენივრად, თორსაით რომ ძალიან ისე პოზიტიურად ჩაგვეტარებინა ეს ყველაფერი და თამაშს შეეხება მე არ მეყვარს ხას პროგნოზების კეთება რა, იმიტომ რომ იქნება ორი გუნდი, რომლისთვისაც წაგება ყველაფერი, ანუ ყველაფრის დაკარგვა და მოგება გადარჩენა იქნება. მაგიტომ ვნახოთ რა, ეს 80 წუთი აჩვენებს ყველაფერს. გულშემატკივრების ფაქტორიც მაინტერესებს კითხოთ. უამრავი გულშემატკივარი არის მოსული მატჩამდე 1 საათით ადრე. რას ეტყოდით გულშემატკივრებს? ნუ ეგ რა თქმა უნდა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადად პოპულარიზაცია ეს გუნდი ხო მაგისთვის არსებობს, რომ ამ რეგიონში რაგბი შემოვიდეს, რაც შეიძლება უფრო ხალხმრავალი გახდეს, უფრო მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას და აკეთებდეს, იყოს დაკავებული სპორტით.
მაგიტომ რა ვიცი, მადლობა აუცილებლად ყველას მოსვლისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამათი მხარდაჭერა და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ გავახარებთ აუცილებლად და კიდევ ბევრ შანსს მივცემთ იმისი რომ აქ მოვიდნენ და გიგულშემატკივრონ. შეტევა. What are we mat? What are we mat? Qochips. მოდი გაგახო. არ მი ტაოს ძალიან ბევრი კომაგი არის განსაკუთრებით პატარები და მივიდეთ მოკლედ და ვაყვიროთ. ტაო. აი ბიჭი. ეს არის გიორგი შკინილიშვილი. ვა, რა მაგარია. მითხარი აბა რა სიზამს დღეს მამაშენ. არ ვიცი რა უკვე დაბერდა და მინდა რომ ეხა კიდე ერთი ლელო დადოს სანამ კარიერას დაასრულებს რა ეს არის ჩემი მოლოდინები საერთოდ რომ ლელოს დადებს რა. ტაო მოიგებს ანუ? კი, ჩემი აზრით რა. დაბერდა ამას სახში არ შეუშვებენ ზო. უეჭველი არ შეუშვებენ. რო დავითვლი სამამდე დავიყვიროთ ტაო ყველამ. ოღონდ აი ისე რომ ყველამ გაიგონოს ამერიკაში ზისმოს. 1 2 და 3. არ მესმის. რამმა და ამერიკა ეხა და რა გაყვირეთ მანდო. Go man! Go! აიგრე! და მე 13 წუთი მილის და არაფერი არ ხდება მოედანზე და ხო დავწვეთ შევწვეთ სად ფიქრობ შენ? სად ფიქრობ? ჩვენ მინივენში შევწვეთ. მართლა არაფერი არ ხდება ხალხო, აი ძალიან დაძაბული თამაში არის, მაგრამ ჰა წავედი. დიდი ბედნო!
არის პირველი ლელო მეგობრებო. ტაო დაწინაურდა აღნიშნულ შეხვედრაში. მასპინძლები იგებენ მოკლედ. კაი ლელო იყო რა. სანამ მეორე ტაიმი დაიწყება, ძალიან მაგარი ლოკაცია უნდა განახოთ. ბაზის ტერიტორიაზე არის. პირველად ხედავ მართლა ძალიან კაი რაღაცა არის და მე განახოთ. ბაუთ და მოკლედ რავი ძალიან კაი ბაზა არის. საქართველოში ესეთი ბაზა მე ყოველ შემთხვევაში სარაგბო ბაზა ნანახი არ მოგვს. პირველი ტაიმი დამთავრდა. ტაოს გამარჯვებით 14-5. და ეხლა რაც მოხდება, რავი გაგაოცებთ. ბურთები უნდა დარიგდეს და უამრავი ბავშვი არ და სავარაუდოდ გადაგმივლიან, ამიტომ შეიძლება ბოლო ვიდეოც არ. ეს ერთი. გადადი თორე ვერ მოგცე. კაი, მოგცე. ვაუ, ქალბატონი რა, ანუ ყველაზე კაი ნაწილზე უნდა გაყურებინოთ ეხლა რა, აი მიდიცოთ. ჩვენ წამყვან სტარში დღეს დღეს ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა როგორ მოხდა დღეს ჩვენი საქმე გავაკეთეთ. უმეტეს მადლობა ყველას მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც აქ იყო მაყურებლებიანად მოთამაშეებიანად დღეს ძალიან მაგარი დღე შედგა სხვას არ აქვს მნიშვნელობა რა დღეს რაც ხონდა ჩვენ მისია ყველამ შევასრულოთ ამისთვის უმეტესი მადლობა რა ყველას Bonjour. შენ საუკეთესო ჩაგეხუტო გიოს ხა დაითვალე ხმას გავხდი 1-2-3 დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბროთ ელოდი თუ არა ამ გამარჯვებას და აი თქვენ აღნიშნეთ რომ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კონკრეტულად მაგ ნაწილზე შეგვიძლია ვთქვათ რაც კი ბატონო მოლოდის რაც შეეხება მაინც ყოველთვის ვცდილობ რომ ნაკლებად მქონდეს იმ დროს ეს მოლოდინი არ მოხდეს ასე გამართოს ადამიანს ყოველთვის გავდივართ მოსაგებად ნებისმიერი თამაში სამწუხაროდ რაღაცა ისე ჩვენი გამოუცდელობის გამო დღეს ჩვენი ბედი ჩვენს ხელში არ იყო მაგრამ ჩვენი საქმე რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული გავაკეთეთ შევასრულეთ ხუთიანზე ასე გავაკეთეთ დღეს ბედნიერები ვართ მაგრამ წინ კიდევ ორი თამაში გველის მაგრამ ჩვენ საქმე საოცრად ბოლომდე მიიღო ყველაფერს გავაკეთეთ მაგისთვის იმედი რომ მარტო ჩვენ არ ვართ მოკლედ ეს ბოლო ეს ბაზა არ არის აქ მთელი რეგიონი რომელსაც გვინდა აქ შემოვიტანოთ გვინდა რომ უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს ამ რეგიონის შესახებ ყოველ ნაბიჯზე რაღაცა ხდება და გამიჯერეთ რომ ის სიამოვნებით ძალიან გეპატიჟებს ხოლმე სამ ბაზაზეც ძალიან დიდი სიამოვნებით ყველას გავუმასპინძლებით ნებისმიერ დროს როგორც ყოველთვის და რა ვიცი წარმატებები ჩვენ მომავალში კარგად ითამაშეს ბიჭებმა და გულშემატკივრები კაი იყვნენ და ჩვენ ვიგებთ რა სულ და აგარიჩი კარგად მოიგეს რა დავამასხეთ რა. მინდა უცურო რაგბისტებს, გულში მყავს ისა რაგბისტები და მინდა ის კიდე გაიმარჯვო. აქ იყოს თამაში კიდე. მადლობთ ტაო, კაი მოიგეთ. ტაოსა და ყოჩების მატჩი დასრულდა ტაოს გამარჯვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაო კლოკობედი და ჩი დარჩენის ბრძოლას გააგრძელებს. პლეი-ოფი უნდა ითამაშოს მოკლედ მეორე ლიგელ გუნდთან. ეგ არ არის ჯერ გარკვეული. საკმაოდ კაი თამაში გამოვიდა. ალბათ დღის შაბათი დღის ვლოგი ამით დასრულებული არის თუ სადმე არ წავედით თუ არ და უკვე ხვალ
მეორე ნაწილი ველოდება რუსთავიდან და სადაც ცოტნეც იქნება და კიდე ერთი პიროვნება. საქართველოს ჰიმნზე. იო! მოდი ჩვენი საქმიანი პარალელურად საქმეებს აგვარებს, პარალელურად სამსახურშია, პარალელურად ვლოგებს იღებს. არა აქვს დასასრული ამის შესაძლებლობებს რა. ბრავო, გოგა. ბრავო. მაგარი ხარ, გოგა. ეს საქართველოს ჩემპიონატის გახსნა ადრეში ძალიან დიდი პერსპექტივებია გახსნა ჩემპიონი ვარ, მოქმედი ჩემპიონი ვარ. მინდა რომ ტიტული დავიცვა. ნახოთ როგორ გამოვა. დილდია ყველაფერი ხდება, მაგრამ უპირატესობა აქ იმას ვის ყველაზე კაი მომზადებული. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს. აბა რამდენიმე წუთში დაიწყება ტრიფტის სერიები და ძველ განახეთ რა მანქანები გამოდიან საერთოდ. და მე ნელ-ნელა უკვე თვითონ ამ მანქანებს რა შეუძლიათ მაგასაც განახეთ.
ავასრულეთ რუსთავშიც გადაღება იდეაში არაფერს არ გადავიღებთ. გიორგი ცალხელაშვილი შეაფასებს რუსთავის დრიფტის სერიებს. მე სალმე გიორგი ჩემს გამომწერებს და დღევანდელი დღე შეაჯამე. იქიდან დავიწყებ, რომ გიორგი ცალხელიშვილი ვარ, მეგობრო. ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ, ბოლომდე ვიდრიფტავეთ, დავწვით უამრავი საბურავი, დავამტრიეთ უამრავი მანქანა. სანახაობა მოვაწყეთ, ხალხი გავახარეთ. ჩვენ ფერა პარხი გამოიწერეთ და შემდეგი ვლოგი საიდან იქნება? ქვეყანა გამახსოვს. შემდეგი ვლოგი მგონი გვიწევს გერმანია. ნახოთ, გამოიწერეთ მოკლედ არხი და დანარჩენს გზადაგზა გაიგებთ.